მოგესალმებით მეგობრებო, ეს გახლავთ პოდკასტი, სახელად რადვიზია. მე გახლავთ მარიამ მიქაუტაძე. ჩვენი სტუმარი კი არის ფიტნესის დედა საქართველოში, ჩერი. ძალიან სასიამოვნოა პირველ რიგში ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო გქონდა აქ ჩამოსვლის პერიოდში და აი მართლა ძალიან მინდოდა რომ მოსულიყავი და ამ თემებზე გვესაუბრა. დიდი მადლობა მარიამ პირიქით და ძალიან მიხარია. ჩემ მე ვიცი ეს ტკივილი რაც არის სტუმრები რო ვარს გეუბნებიან და ამიტომ არ არსებობს ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ თუ კი ვინმე დაიძახებს ეგრევე მივდივარ. კი ბატონო, მე ძალიან ხშირი მაყურებელი ვარ თქვენი პოდკასტის, იმიტომ რომ ჩემი აზრით ცოტა ადამიანი საუბრობს ზოგადად ამ თემებზე საქართველოში და თან კიდე პლუს ამას ძალიან ბევრი ინფორმაცია არის საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში გავრცელებული და ვერ გაიგებ რა არის მართალი, რა არის ტყუილი. თქვენ რო გისმენთ ხოლმე იმ დონეზე ელემენტარულად ხსნით ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე და პლუს ამას თქვენი ინფორმაცია რაღაცნაირად არის ძალიან სარწმუნო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. კი, იმიტომ რომ გადამოწმებულიც მაქვს და ანუ ხვდები რომ რასაც საუბრობ ძალიან კარგად იცით. მოკლედ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ კითხვას დაგისვამთ, ზოგადად რა არის ვარჯიში საზოგადოებისთვის, რა ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან გვაქვს ამ დროს საქმე და მე ჩემი გამოცდილებით რა შემიძლია ვთქვა, როდესაც ვარჯიში დავიწყე, თითქოს პირველი 3 თვე, 4 თვე უფრო რთული იყო ჩემთვის, ვიდრე მერე უკვე რო გაიშვა ესე რომ ხო. ვარჯიში ესე არ ვიცი რა არის როგორ თქვა ალბათ ფიზიკური აქტივობა არის ნებისმიერი ვარჯიში და ვარჯიში არ ნიშნავს მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ მიმართულებას. ეხლა მით უმეტეს განსაკუთრებით იმდენი მიმართულება არის წამოსული თუ ადამიანს ერთი არ მოწონს იქ რაღაცა ტრენაჟორები არ ეპიტნავება ასე ვთქვა და დარბაზში მისვლა მისთვის ან პრობლემა არის ან არ სიამოვნებს ამდენი ხალხი ძალიან ბევრი სხვა ფიზიკური აქტივობა რაც ცადოს, მაგრამ ერთი ის არის, რომ ვარჯიში დღევანდელობაში არის იმდენად აქტუალური და იმდენად აქტუალური განა, იმიტომ რომ ტრენდულია. ნუ ეგეც ცალკე მომენტია, რომ ძალიან ბევრი ტრენდისთვის ვარჯიშობს, მაგრამ ეხლანდელი ადამიანისთვის არის აუცილებელი, აი როგორც წყალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის სხეულისთვის, ზუსტად იგივენაირად წამოვიდა წინ ფიზიკური აქტივობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს საუკუნეა, 21 საუკუნეა, რაც დავჯექით. მანამდე არ ვიჯექით. მანამდე ჩვენ გქონდა ისეთი სამსახურები, სადაც გადაადგილდებოდა ადამიანი ფიზიკურად აქტიური იყო და არ ჭირდებოდა ესე რაღაცა დამდგარიყო და ეგ ფიტნეს დარბაზში შტანგები ეღუნა თავზე. ვიღაცა იყო ან სპორტსმენი, ან ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ბევრს დადიოდა დღის განმავლობაში. და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს რაც შეეხება თვითონ ვარჯიშის დროს ერთად აი პირველი რაც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, ეს არის გულის აჩქარება. სხვა შორის ძალიან ხშირია ხოლმე რომ გულის აჩქარება ხო, რატომაც ეშინიათ რა? რატო? ეს არის ძალიან ფიზიოლოგიური, პირიქით უნდა შეგეშინდეს მაშინ, რომ შენ აი ესე უცბად აჩქარდა, ხელფეხი კიდურები გამოძრავა და შენი გული ისე აი ესე თავისით ჯიგრულად უბერა. ხო, მონოტონურად. არა, ეს არის ფიზიოლოგიური აყოლა სხეულზე, იმიტომ რომ როდესაც შენ მოძრაობას იწყებ, ანუ ჩვენი სხეული როგორ არის, ჩვენი სხეულის ევოლუციური განვითარება ისეთივე სწრაფი არ არის, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური. ანუ ჩვენი ჰორმონალური გამოძახილები, შიდა პროცესები, ეს ისევ იქაური აი ძველი ეს არის აი პირველყოფილი ადამიანის არის ფაქტურად განსაკუთრებით აი ტვინის ჰორმონების გამოტყორცნა, როგორც მაგალითად ანუ ეხლაც იგივენაირად მიდის რა, მაგის თქმა მინდა. და შესაბამისად ხო, როდესაც ადამიანი მოძრაობას იწყებს, გულისთვის ეს იმის სიგნალი არის, რომ კუნთებს კვება ჭირდება. ანუ ის, რასაც ანუ რომელი კიდურის დატვირთულია და სხეულის რომელი კუნთოვანი ჯგუფის დატვირთულია, იცის ტვინმა, რომ იმ კუნთოვანი ჯგუფს კვება ჭირდება, კვება საიდან მიდის, სისხლიდან მიდის კვება, სისხლის საიდან მიდის, გულმა უნდა დაასწრაფოს პამპინგი როგორ არის. მე ბევრს გადატყორცნა, ხო. გადატყორცნა უნდა მოახდინოს სწრაფად, რომ იკვებოს ის და საწვავი მიეწოდოს იმ წამს ხანგრძლივად, რომ არ გაჩერდეს იმ მომენტში, რასაც აკეთებს ადამიანი. ანუ გამოიყენოს სხეული იმისთვის, რა მიზნისთვისაც იყენებ. ეს არის პირველი ფიზიოლოგიური ცვლილება, რასაც ადამიანი ამჩნევს კიდევაც, ანუ შესაგრძნობი არის რა, ასე რაღაცა ხმამაღალი ხდება ხოლმე ჩვენი გული და ნუ ზოგს რა თქმა უნდა კი, ისედაც ადამიანი როცა ვარჯიშს იწყებს, ძალიან ბევრი გოგონა, აი
დიდ ლუპას გადმოიღებენ ხოლმე საიდან და აკვირდებიან სხეულს რა ხდება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში ჩემ ბლოგიდან რომ პირიქით აი ძალიან პოზიტიურად დავანახოთ თუნდაც ეს იმ წამის ფიზიოლოგიური ცვლილებები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირიქით აი იმ დროს რაღაცნაირად უნდა მოეფერო პირიქით იმ შენ სხეულს, რომ მოყვება. ანუ შენ რაც მიზნად დაისახე, მოყვა ის ცვლილებები განახორციელა და აი რაღაც პირიქით რა, უფრო თბილად უნდა განეწყო მაგ დროს სხეულისთვის. ხო, ბევრი იწყებს ვარჯიშს იმის იმედად, რომ დაიკლებს წონაში მალევე. ეხლა მე პირადად ჩემი გამოცდილებით, მე როდესაც დავიწყე ვარჯიში, დაახლოებით 3-4 კილო მოვიმატე პირველ თვეებში. რატო მოხდა ეს? არ ვიცი, მაგრამ მე რო წავიკითხე, არის რაღაცა tearing, muscle tearing, როგორც ვიცი, წყლის დაგროვება ხდება. კი არ მოვიმატე, უფრო გავდიდდი. ხო, აი ეს იყო ჩემთვის ცოტა შოკის მომავალი. ეხლა ჩემი ეს არ იყო, რა ქვია, мотиваცია დაკლება არ იყო. ამიტომ დიდად არ განმიცდი, არ მინერვიულია, მაგრამ ეხლა წარმოვიდგენ სხვა ადამიანი რო ყოფილიყო ალბათ ვინც დასაკლებად მიდის, რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში. ეხლა ფაქტიურად შენ ქონია მოვარჯიშეების საოცნებო მდგომარეობა, იმიტომ რომ გოგოები ესე მარტივად არ დიდდებიან, ხა. ანუ ძალიან ბევრი უნდა ვეცადოთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენი ძირითადი drive ჰორმონი როგორ არის მამოძრავებელი ჰორმონი. აუ ძალიან დიდი ბოდიში და მოგიხადო ძალიან ბევრ სლენგს გამოვიყენებ, ძალიან ბევრი მას ბარბარიზმებს და ეხლა მithumedes არეული მაქვს ერთი ბევრი ენა ტვინში და ირევა ხოლმე. ხო, ანუ ჩვენი მამოძრავებელი ჰორმონი არის ესტროგენი და კაცების მამოძრავებელი ჰორმონი არის ტესტოსტერონი. ხო, ანუ ტესტოსტერონი ეხმარება პირიქით კუნთი რომ გაიფამფოს, გაიზარდოს სიდიდეში, ესტროგენი პირიქით გვეხმარება რომ ცხიმი დავაგროვოთ, იმიტომ რომ ციკლის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. ამიტომ ჩვენ ესე მარტივად ეს ერთ ღამეში ეძახიან გადიდებას, იმიტომ რომ 3-4 თვე ფაქტიურად ერთი ღამე არის ვარჯიშისთვის რა. ხო, ესე ვერ დიდდებით, მაგრამ შენ თუ ეს შემჩნიე, რა თქმა უნდა, ეს არის კუნთში ვარჯიშის დროს წარმოიქმნება პატარ-პატარა ნახევები და ზუსტად ის ნახევი განაპირობებს, რომ აიძულოს სხეული უფრო მეტი სისხლიდან უფრო მეტი საკვები ნივთიერება აითვისოს. ზუსტად მაშინ, აი, როცა ვიძახით ხოლმე, რომ აი, არ ვიცი ჩვენ მივადგებით თუ არა შეკითხვებში მომატების პრობლემას, მაგრამ აი, ვისაც მომატება უნდა, მაგალითად, აი, თუ გახდომის მსურველ ადამიანს შეუძლია მარტოკვებით გამოძროს მომატების მსურველს ვარჯიშის გარეშე შანსი არ არის ვერ გამოძრება, იმიტომ რომ ზუსტად აი ამით ატყუებს შენ უსწრაფეს მეტაბოლიზმს, კუნთს რო გახევ, ის იდეაში აითვისებს უფრო მეტ საკვებ ნივთიერებას. ინტერესის პერსპექტივა ძალიან. ხო, და ანუ აი ერთი რო ეს კუნთი, რა თქმა უნდა, იზრდება, მაგრამ იზრდება იმდენად არა, რამდენადაც სიმკვრივე ემატება. ანუ ჩვენ ხო გეუბნები, ანუ ბუნებრივად თუ ვარჯიშობ და ბუნებრივ საკვებზე ვართ, არა რაღაცა გარე ესეთ უხეშ ჩარევებზე, ხო? გოგო არ დიდდება, უბრალოდ მისი კუნთი სიმკვრივე ემატება. ანუ თუ დავუშვათ, აი მაკარონის იმას წარმოვადგენინებ ხოლმე სპაგეტის პაკეტი რო წარმოიდგინოთ რა, და რო გატენოთ სპაგეტის პაკეტი, იმას ხო, აი რაც თავისი მოცულობა არის იმ პაკეტის, უბრალოდ იმაში იტენება ბევრი სპაგეტიკები, რომელიც არის ჩვენი კუნთოვანი ბოჭკოები. აი რომ გაჭრე კუნთი ხორცი რომ მოიხარშება ხოლმე რომ გაჭრეთ ხო პედერ ტრუბებივით. აი ეგ არის ჩვენი კუნთოვანი ბოჭკო. აი ეს მაკარონი რომ ამოაცალო, რამოდენიმე სპაგეტი რომ ამოაცალო და ფუყე იყოს აი ეს პაკეტი. აი ეგ არის შეუსებელი კუნთი, ასე ვთქვათ და მე იმ შეუსებელ კუნთში ან ცხიმი ჩნდება, ან წყალი და ასე შემდეგ. კი ბატონო. თავიდან მოკლედ. მაგრამ ბოდიში შეგაწყვეტნე, მაგრამ მომატება ასევე შეიძლება იყოს იმისი თანხლები, რომ ვარჯიშის შემდეგ მანდაც გემატება. ანუ და ეს ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ შენ ექსტრა ენერგია გახარჯო, ხო, შესაბამისად შენ სხეულს უნდა მიეწოდო საწვავი, ეს არ არის ამაში არაფერი ისეთი, რომ და დარწმუნებული ვარ შენ ვიზუალურად ტანსაცმელში არაფერი მომატებული არ გექნებოდა, უბრალოდ სასტორზე და შეატყობდი. იმიტომ რომ ცხიმი კი არ მოიმატე, კუნთის სიმჭიდროვე გაზარდი. ამიტომ ეს აი მაყურებელსაც რომ უთხრათ არ არის აშიში, პირიქით ტანსაცმელში ალბათ უფრო ლამაზად გექნებოდა რაღაც სხვადასხვა ასეთ. ზუსტად ეგრე არის. ანუ დღეს რეალურად რა წონაც მაქვს, სადღაც წელიწადნახევრის წინ დავიწყე ვარჯიში, მაშინაც იგივე წონაზე ვიყავი, უბრალოდ ბევრად უფრო მეტად მეტყობოდა. დღეს რა თქმა უნდა იგივენაირად აღარ მეტყობა. უკვე რაღაცა სწორ ადგილებში არის ის ალბათ წონა გადანაწილებული, რაზეც ჩვენ ახლა საუბრობთ. არის ცხიმი არის შემცირებული და კუნთოვანი მასა არის მომატებული. კი ბატონო, სწორია.
სწორი შენიშვნა. ანუ ჩვენ მაყურებელს რომ ვუთხრათ, ვარჯიში პირდაპირ პროპორციულად წონის კლებას არ ნიშნავს, ხო? რა თქმა უნდა, არანაირად არ ნიშნავს. პირიქით, ვარჯიში წონის კლებაში მე მგონი სადღაც 30%-იც არც კი მონაწილეობს. უბრალოდ ვარჯიში ირიბად იმდენად ბევრ პროცესს ეხმარება სხეულში, რომ კარგად წარიმართოს, რა თქმა უნდა, წონის კლებაზეც კარგად დადებითად მოქმედებს, მაგრამ ძირითადი წონის კლების დროს მაინც ყვება. ანუ მაინც კალორიებზე დავდივართ და მაინც ენერგიის მიწოდება გახარჯვაზე არის მან და ბევრი რამე დამოკიდებული. ეხლა არის ძალიან აქტუალური კალორიული დეფიციტი. აი ეს ორი სიტყვა ერთად. და ყველა ამას ტირაჟირებს. ყველა ამას ტირაჟირებს. იქნება ინფლუენსერი თუ ცნობილი ადამიანი, ნებისმიერი ვისაც არ უნდა კითხო, როგორ დაიკლო თუ როგორ არის კალორიული დეფიციტი. რას ამბობთ, რას ფიქრობთ ამაზე, რა მე მაგაზე მაგრად ვღადაობ ხოლმე, მაგრამ ნუ ეს ისეთი რაღაც არის, აი, საერთოდ არ მიყვარს, რომ აი რაღაცა ფრაზას მე ავარდებოდ, აი ტრენდული ფრაზა გამოვიდა. არა და ძალიან ფუნქციური ფრაზა არის, ძალიან საჭირო არის ჩვენს პროფესიაშიც და ზოგადად ადამიანს რომ გააგებინო, რას ნიშნავს კლების პროცესი. ეს კალორიული დეფიციტი ზუსტად აი ამ კლების პროცესში გამოიყენება, რომ ადამიანს აუხსნა, რომ ჩვენ რაღაცა X რაოდენობის საკვებს, როდესაც ვიღებთ ენერგიის სახით. საკვები არის ჩვენი ენერგია. ანუ ჩვენ სხეულში ის ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება. ანუ რაღაცა ენერგიას რო ვიღებთ და თუ დაუშვათ ჭარბი წონა არის, შესაბამისად კლება რო წავიდეს, ამ ენერგიას უნდა დავუკლოთ და უფრო ნაკლები უნდა შეუშვათ ორგანიზმში, რომ შესაბამისად სხეულმა აი ნაკლებზე გადაერთოს და აი ის წონა, რასაც აი ის X-ი ყვებავდა შეამციროს. აი ამისთვის ვიყენებ ჩვენ კალორიულ დეფიციტს, მაგრამ ქალების შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ აი ხა მით უმეტეს განსაკუთრებით აი წამოვიდა ძალიან ხშირი არის ეს უცხო პოდკასტებზე, რომ მარტო კალორიული დეფიციტით აპელირება და მარტო კალორიული დეფიციტის ფრიალი ქალების შემთხვევაში ესე არ არის. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ვიღებთ და როგორ ვიღებთ. ანუ აი პატარა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? ანუ მაგალითად მე თუ დღის განმავლობაში ძალიან მიყვარს junk food-ი, ხო? და ვერ ველევი და ყოველდღიურად ვიღებ junk food-ს, მაგრამ ჩემი კალორიული დეფიციტის ფარგლებში. ანუ ისე რომ მე წონის კლება მაინც მქონდეს. ნუ ჯერ ესეთი ძალიან მცირე იქნება შანსი. არა შანსი არა, მცირე იქნება რაოდენობრივად, იმიტომ რომ ჯანკს ძალიან დიდი კალორიაჟი აქვს, ხო, ვიცით. მაგრამ მაინც შეიძლება, ნუ ადამიანს ისე უყვარს, რომ დადგეს და ჯანკი ჭამოს დაბალი პორციები, ძალიან პატარა პორციები და ჩარჯდეს იმ თავის კალორიულ დეფიციტში და წონის კლება მაინც წავიდეს. მაგრამ რას იღებს სხეული აქედან არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ქალის ორგანიზმის შემთხვევაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის ცილის ბალანსი, ცილა-ცხიმი, ნახშირწყალების წრო არის ეს სამი მაკროელემენტი, რომელიც ანუ მაკრო იმიტომ ქვია, რომ სხეული ამას იმ რაოდენობით ვერ წარმოქმნის, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ გადავრჩეთ და ამიტომ არის, რომ საკვებიდან აუცილებლად უნდა მივიღოთ. მიკრონუტრიენტები ჩვენივე ორგანიზმში წარმოიქმნება, რა თქმა უნდა, აი ამ მაკროების დახმარებით. და მაკროები, ეს სამივე მაკრო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ანუ აი ამისი ბალანსი და როდესაც ჯანკს ვიღებთ და იქ ტრანსხიმებით გატენილი არის და დამატებული შაქრები არის, რა თქმა უნდა, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მარტო ესე კალორიული დეფიციტით რომ მე ავდგე და კი თავიდან რაღაცას მომცემს, მაგრამ ნუ სხვა სისტემებს დამიზიანებს იქ რაღაცა იმუნიტეტის მიმართულებას დამიზიანებს და იმუნიტეტი კიდე რა ვიცი, დღევანდელობაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ და ანუ ყოველთვის აპელირებენ რომ 1200-1500 კალორია დღეში. ხო, აი ხა ესე კონკრეტულად ციფრს ვინც იძახის, არ ვიცი ხა რომელი პროფესიონალი სპეციალისტი იძახის კონკრეტულად. ხო, ზოგადად რასაც უყურებს საზოგადოებას. საზოგადოებას არ უყვარს პროფესიონალების მოსმენა. საზოგადოებას უყვარს ისეთი ინფორმაციის მიღება, რაც აწყობს. ხო, სამწუხაროდ ესე არის. არაფრით არ შეიძლება რომ ეხლა გითხრას შეიძლება მე მგონი 1200, ანუ აი ფაქტურად მე უნდა ვიყო ვანგა რომ განსჭვრიტო ან რაღაცა სასწაული მათემატიკოსი რომ უცბად შენ მე მითხრა შენი მონაცემი, იმიტომ რომ კალორიული დეფიციტი რომ დაადგინო, წარმოგიდგენ რამდენი პარამეტრი უნდა გაითვალისწინო. ფიზიკური აქტივობა, ასაკი, წონა, სიმაღლე და სქესი. ანუ აი ამდენი რაღაც პარამეტრი უნდა გაითვალისწინო და იმის მერე დაადგინო შენი ჯანსაღი კალორიული დეფიციტი. აი როგორ შეიძლება ახლა მე შემოგაწებო ან 1200 ან 1500. უნდა დადგეს ადამიანი და დაითვალოს, მაგრამ კალორიების თვლა მთელ ჩემს კარიერის განმავლობაში მე მგონი 2-ჯერ ან 3-ჯერ მაქვს დათვლილი კალორიები. ოკეი, 4-ჯერ.
მაქს რაღაც 8 წელზე მეტია ვაკეთებ. ისიც იმიტომ ვითვლი ხოლმე რომ ხანდახან ბლოგზე მჭირდება რომ ინფორმაცია დავდო, დავშეთ ეს კალორიაჟი რა როგორ გამოიყურება და აი მეც არ ვეთანხმები არანაირად. იმიტომ რომ ნუ აი ადამიანს. აბა რა, წარმოგიდგენი რასაც პირში და ყოველდღე უნდა გაზომო. აი წარმოუდგენელი არის. თან სულ ყველაფერს სახლში ხო ვარ შეჭამ ხო? არის ხანდახან რაღაცა გასვლა. კი, რაღაცა პაკეტ შეიძლება აიწეროს კალორიაჟი, მაგრამ ნუ აი კაფეში დაჯექი ჯერ ჩვენთან არ არის ხა ისე კაფეები, რომ იქ ყველაფერს თავისი გრამაჟები მოყვებოდეს და კალორიაჟი მოყვებოდეს. ნამდვილად. ხო, არ მეც აბსოლუტურად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ადამიანებიც თვითონ ვინც დაიკლო, კმაყოფილია, ბედნიერია თავისი თავით, მაინც აი თითქოს გამოსჭვივის მათგან ცოტა რაღაცა ნერვოზული ქცევა ამ თვლასთან დაკავშირებით კალორიების. თუ ითვლიან, ხო აი გააჩნია ტიპას რა, აი არიან ტიპაჟები, ვინც აი ძალიან დისციპლინირებული დაბადებული ასეთი. ხო ცი ძალიან და იმათთვის პირიქით ქაოტური შეიძლება იყოს ისეთი სისტემის ამრევი რომ დააეროროს, ხო? თუ ეგეთი ადამიანია და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ძალიან ჭკვიანური მეთოდი. ანუ ვერ ვიტყვით ამას, რომ რაღაცა არ შეიძლება კალორიებს ძალიან კარგი და ესეთი სტრუქტურიზებული მეთოდი არის კალორიული დეფიციტით, ზუსტი კალორიული, ხო ჯანსაღი. არ ვიძახით იქ 800 -900 და რაღაცა იუბედურებებს ვაკეთებენ. თუ მიყვება ადამიანი და მისთვის ეს ძალისხმევას არ წარმოადგენს, მაშინ რატომაც არა მიყვეს, მაგრამ ნუ ძირითადად ჩვენ არ ვართ ესეთი ძალიან მოწესრიგებული ტიპები. აი გერმანიაში ალბათ უფრო არ ვიცი ესე იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ვერ წარმოვიდგენია, რომ დადგეს ყველა ადამიანი. ჯერ ესედაც ძალიან მიყვარს ზოგადად ყვება და ეს ჩვენთვის კულტურის და რაღაცა გენეტიკის ნაწილი არის და. ბოდიში ხარ გაგაწოდა. რო ჩავუნაცვლოთ აი ხა მაგალითად, ნუ ოკეი, კალორიული დეფიციტი არა, მაშინ რა. ძალიან კარგი პრაქტიკა არის, როდესაც გაანალიზებ ჯერ არსებულ შენს ჩვევებს. აი არსებული რა არის და ეგრევე ფურცელზე დაწერილივე გეუბნება სად უშვებ შეცდომას. ანუ არა შეიძლება ესე ყოველდღიურად როცა რაღაცა ვიკვებებით გავდივართ გამოდივართ საქმე გვაქვს ანუ არ უკვირდები არ გაქვს გააზრებული აი რომ დაჯდები და ჩამოწერ ნუ ფსიქოლოგიაში ხო ძალიან ისეთი პრაქტიკა არის ხო რაღაცა რომ გაწუხებს და დაწერ მე აანალიზებ მე ხდება ამ ყველაფრის უბრალოდ შენში სუსტურებ თვალს ხო და ანუ როდესაც ჩამოწერ ეგრევე ხვდები სად არის შეცდომა და რა უნდა ამოიღო ან რა უნდა დაამატო ან რა სად უნდა შეცვალო ცოტა უკარო გადავახვიოთ, მე გავიხსენებ, როდის გავიგე პირველად თქვენ შესახებ. იქნებოდა ალბათ ძალიან ადრე, ჩემმა ოჯახის წარმა მითხრა, რომ არსებობს ესეთი ადამიანი, რომელიც წერს ესე ვიდეოებს და ამ ვიდეოთი შეგიძლია შენ დაუშვათ სახლში ივარჯიშო. ჯერ მაშინ არ არსებობდა ჩემი არის ესეთი პრაქტიკა, ცოტა წინ გადახდით, ესე რომ ვთქვათ, ანუ ადრინდელ დროში თქვენ რაღაც მომავლის პერსპექტივები დაინახეთ. საიდან გაჩნდა საერთოდ ეს იდეა და ზოგადად ფიტნესისკენ რამ გიბიძგათ, მაშინ როდესაც არ იყო საერთოდ პოპულარული. საქართველოში მაშინ არ არსებობდა ესე რაღაცა პრაქტიკა, რომ აი ყველას ევარჯიშა თუნდაც, ხა ბიძა ჩემი ესპანეთში ცხოვრობდა და მახსოვს რომ გვეუბნებოდა რომ ჩვენ ყოველდღე ვარჯიშობთ, აქ ჩემთვის იყო ძალიან გასაოცარი, რომ როგორ ამ დისციპლინა, როგორ აკეთებდა ამ აკეთებინებდა ამ ხალხს ამ ყველაფერს. ონლაინ ვარჯიშები რო დავიწყე ესე სახლის ვარჯიშები იყო სხვათა შორის პრაქტიკა, მაგრამ ანუ ფაქტიურად თითქოს ერთად დავიწყე მე ინგლისიდან მოყოლებული დავიწყე პატარ-პატარა Facebook-ზე მქონდა მე ჩემი ჯგუფი, სადაც ვაკეთებინებდი პატარ-პატარა ჩელენჯებს სახლში, აი ამ ჩემ მიმდევრებს ფაქტიურად. და არიან ძალიან ბევრი გოგონა იქიდან მოყოლებული არის ჩემ ფოლოვერი და ამის უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო, იმიტომ რომ რამდენი წელია 2016 წლიდან არის ეს საუბარი და 2016 წლიდან ეს ერთგულად მომყვებიან. აი ეს თითქოს რაღაცა მოსინჯვასავით იყო, რომ სახლში ვაძლევდი პატარ-პატარა დავალებებს, დავუშვათ ერთი თვე ვაკეთებდით მარტო, ნუ იქ პლანკა და ჩარჯდომა. მე მეორე თვეს დავუმატებდი დავუშვათ იქ აზიდვა, პლანკა, ჩარჯდომა და რაღაცა ხტომა. აი რაღაცებს ვცდიდით ხოლმე და ეს Facebook-ზე მქონდა. Instagram-ი ჩემთვის ძალიან ისეთი უცხოხილი იყო, რომელსაც მე აი მას ქვენი შევეპარე, ასე ვთქვათ რა. რაც ეხება საიდან წამომივიდა ეს იდეა ზოგადად ფიტნესის მიმართულება ზუსტად იქნა რომ მე ინგლისში ვცხოვრობდი 5 წელი და მაგან ანუ არ იყო რა დროს უნდა გამოხვიდე შენ ქუჩაში რომ ვიღაცა მორბენალმა არ ჩაგირბინოს ან დარბაზი ყველა უბანში არის ძალიან ბევრი დარბაზი არა თუ ქალაქში ბევრი დარბაზი თითო უბანს აქვს უამრავი დარბაზი რომ მოთხოვნა იმხელა არის
ოღონდ ამ დარბაზების გარდა ყველა პარკი დატვირთულია და ყველა პარკში არსებობს ისეთი ადგილი, სადაც მოვარჯიშეები იკრიბებიან და თალკე ვიღაცას კალიესტენიკები ურჩევნია, აი ესე გარეთ ვარჯიში, ვიღაცა დარბაზში და ვიღაცა არის კიდევ ვინც სახლში ვარჯიშობს. ნუ აი ძალიან ისეთი მაღალი კულტურა იყო და ზუსტად იქ რო აი ესეთი ფეხმოკიდებული იყო და აქ რო ჩამოვდიოდი და მე მშობლებებში რო ჩამოვდიოდი, ჩემ შვილსაც ვავარჯიშებდი და თან პლუს დარბაზებშიც მივდიოდი და ეს ერთი წელი იყო, როცა ვნახე რომ მე სამსახური არ მქონდა და რა უნდა აი ვეძებდი თითქოს რა, რა უნდა ყოფილიყო ჩემი შემდგომი მიმართულება, აი მაშინ წამოვიდა ზუსტად აი ეს რა. მოდი ვცადოთ. და მოთხოვნილებაც საზოგადოებისგანაც რაღაც საპასუხოდ მიიღეთ. იცი რა არის შენ უნდა შექმნა მოთხოვნილება. ანუ მე მჯერა რომ ყველანაირ მიმართულებას ყავს თავისი აქვს თავისი ასე ვთქვათ მიმდევარი, პოტენციური მიმდევარი. ოღონდ ამისი მოთხოვნილება და აი ამისი ასე ვთქვათ სურვილი შენ უნდა გააჩინო და ზუსტად ეხლა რო გვეხმარება სოციმედია ესეთ რაღაცაში, რა ვიცი, მე მგონი კაცობრიობას არასდროს არ ქონია ესეთი საშუალება, რომ ესე მარტივად თუნდაც აი სურვილი დაეგენერირებინა. სურვილი და ინტერესი, ანუ ეს არის ძალიან ცნობილი პრაქტიკა, ხო, შენ აგენერირებ ინტერესს, ოღონდ ინტერეს ტყუილით არ აგენერირებ, ხო? ამბობ იმას, რაც რეალურად მართლა არის და მე მართლა ძალიან დამეხმარა, ერთი რომ ცოდნის გაღრმავებაშიც დამეხმარა, რასაც აკადემიაში ვსწავლობდი, ეგრევე ვაზიარებდი, მასე რა ქვია, ინტერნეტში და ვუზიარებდი ჩემს გამომწერებს და ერთი რომ ცოდნას ძალიან მაგრა გამიღრმავა და მეორე რომ მივხვდი რომ ამ ხალხმა საერთოდ, ანუ ჩვენ მაშინ დავიწყეთ ცილის ახსნით, წარმოიდგინე. ანუ რა იყო ცილის წყარო და რა იყო მაკრო, ანუ ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი საქართველოში ანუ არ ვიცოდით, ხო? ესე არ უყურებდით საკვებს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი და ეხლა მარაზმია რომ ეხლა დადგე და მე ცილას რამდენი შეიცავს, ეგეც მე მარაზმება ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ ის რომ საბაზისო ცოდნა ქონდეს ადამიანს ნუტრიციის, მე მგონია რომ ეხლა განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია იმდენი თაროს პროდუქტი არის შემოსული და იმდენად უნდა ვიცოდეთ რომ ჯერ ჩვენი შვილი რას ჭამს, ჩვენ რას ვიღებთ ჩვენს ძვირფას სახლში და კერაში, რამაც უნდა გვატაროს ძალიან დიდი ხანი და ანუ ეტიკეტის კითხვა და რაღაცა უნდა ვიცოდეთ რა. ბატონო. აი მაგ ხაზით მინდა ზუსტად რომ წავიდე, ეხლა ძალიან აქტუალურია ასევე კრეატინის და პროტეინის ეს ირგვლივ არსებული აჟიტირება. არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო მიწის ესე აიტაცებს რაღაცას, რასაც მერე ბუმია, მერე გადაივლის. ეხლა თქვენ რას გვატყვით კრეატინზე განსაკუთრებით, პროტეინზე ეხლა მაინც ასე თუ ისე ერთი აზრი არის. კრეატინზე ძალიან იყოფა აზრები. რა იყოფა აი რა ვიცი, რამდენად არის კარგი ეს ჯანმრთელობისთვის, რამდენად აღმასმავნე გავლენა და რამდენად რეალურად იმ მიზნისთვის მართლა მუშაობს, რასაც წონის კლება, ანუ ძირთად ხო იმისთვის იყენებენ, რომ ენერგია მოგცეს, რომ მეტი ივარჯიშო და მერე უფრო დაიკლო. რა, საზოგადოება ესე უყურებს ამას. სხვათა შორის ეგ მიმართულება არ მომისმენია დაკლების მიზნით რო იყენებდეს ვინმე კრეატინს. კრეატინი პირიქით არის პერფორმანსის დანამატი. პერფორმანსი როგორ არის ქართულად? ენერგია რომ მოგემატოს და მეტი ივარჯიშო. არა, მეტი ივარჯიშო არა, პერფორმანსი. აი როგორ არის პერფორმანსი? პერფორმანსი არა, ვიცი, წარდგენა. აი რასაც რო აი რაღაცას რო აკეთებ იმისი უკეთ რო გააკეთო. ოღონდ უკეთ რო ივარჯიშო კი არა, უკეთ რო შეასრულო, უფრო მეტი წონა რო აწიო, უფრო რაღაცა აი მოძრაობაში უფრო მეტად ხო, პრინციპში ენერგიის წყაროა რა თქმა უნდა, მაგრამ ენერგია იმიტომ არა რომ უფრო მეტი ივარჯიშო, არამედ იმიტომ რომ პერფორმანსი გაუმჯობესო. ანუ ხარისხიანად რო გააკეთო თითოეული ილეთი. მივედით იმ სიტყვაზე. უფრო ხარისხიანად ივარჯიშო და ანუ progressive overload-ი რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ვარჯიშის დროს თუ წონებს ემუშავები, რომ პროგრესულად კარგად გაზარდო და უშოთ იქ წონები, ან თუნდაც წონები არ გაზარდო, მაგრამ რაოდენობაში ვარიაციები გააკეთო, აი ეს რო ხარისხიანად შეასრულო. ანუ ესე რომ კრეატინი დაკლების მიმართულებით განვიხილოთ, არანაირად სწორი არ არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა მიზანი აქვს ამას, არ ვარ ნამდვილად ცუდი წარმოდგენის, იმიტომ რომ მართლა იმდენი კვლევა არის ანუ არ არის ასე ვთქვათ controversial როგორ არის არ არის საწინააღმდეგო ისეთი კვლევები რომელიც დაუშვათ ამტკიცებს რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. უბრალოდ როდის გვჭირდება და ყველას ჭირდება თუ არა, აი ეგ არის მანდ კითხვის ნიშანი. ახლა მაგალითად ადამიანი რომელიც სწორად იკვებება, აქვს დაბალანსებული რეჟიმი და ეს რეჟიმი ბავშვობიდან უნდა გამოიმუშაოს, ხო? ადამიანმა
30 წლამდე არც არაფრის დანამატი არ ჭირდება, საერთოდ არანაირი 30 წლამდე 40 წლამდე მე არაფერი არ მიმიღია. არანაირი დანამატი არ ჭირდება. თუ არ აქვს მას ასეთი ენერგიული დეფიციტი, იცის რომ ცილა აკლია და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც დავუშვათ ან აქტიური სპორტით არის დაკავებული, ან ისედაც აქტიური ტიპაჟი არის, რატომაც არა კრეატინი მარტო პერფორმანსისთვის არ არის, ტვინისთვისაც ძალიან კარგი არის, ქალებში განსაკუთრებით ძალიან ხშირი არის, როდესაც კვლევები აჩვენებენ, რომ ტვინის ფუნქციონირებისთვის ძალიან კარგი არის კრეატინი და პლუს კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის არის ძალიან კარგი კრეატინი. მაგრამ ნებისმიერი დანამატ სახელი აქვს, იმიტომ დანამატი, რომ ეს არის საკვები დანამატი. ანუ ის არ არის ერთადერთი გამოსავალი და ის არ არის ჩვენი ძირითადი გეგმა. ანუ ის არის ჩვენი რაღაცა, ხო, plan B, რაღაცა დიდი ფუნდამენტის დანამატი, რომელიც გეხმარება რაღაც პატარა ბიცკს მოგცემს, და პანჭურს ამოგარტყავს. ხო. ეს არ არის ძირითადი, ხო? და პროტეინზეც ანალოგიურად აბსოლუტურად ანალოგიურად პროტეინი არის უბრალოდ დასალევი ცილა, მაგრამ დასალევმა ცილამ არ უნდა ჩაგინაცვლოს ბუნებრივი საკვები, რომელიც სავსე არის phytochemicals, არ ვიცი ქართულად როგორ არის, მაგრამ აი ამ ბუნებრივი ნივთიერებებით, რომელიც ანუ სხეულისთვის ეს უფრო ბუნებრივია და ეს უფრო მარტივად ასათვისებელი არის. ანუ სხეული ამას საუკუნეების განმავლობაში იცნობს რა არის ეს ჩვენი საკვები და შესაბამისად მარტივი შეთვისება და ათვისება მარტივად ხდება. როცა დანამატებზე ათვისების პროცენტულობა გვაქვს 14-დან 18%-მდე. ანუ დანარჩენი სადღაცას იკარგება. ეხლა ცოტა რო გადავუხვიოთ მენტალური ჯანმრთელობისკენ, ჩვენ მე და ჩემი სამეგობრო ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვარჯიში, დარბაზში რო ვართ ხოლმე, ანუ აი როგორ ძნობრო ბედნიერი ხარ, როგორ ძნობრო მშვიდად ხარ, როგორ ძნობრო რაღაც შენი სივრცე გაქვს, სადაც ყველანაირი ნეგატივი გადის და რაღაც პოზიტივით ივსები. პლუს ამას ისეთ საუკუნეში ვარ, სადაც ძალიან დიდი არის პროცენტული მაჩვენებელი ამ კვებითი აშლილობების, ხო? და ამ კვებითი აშლილობა, ვარჯიში, რაღაც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და როგორ გამოაღწიონ ამ ციხიდან, ამ კვებითი პრობლემების ციხიდან ამ ადამიანებმა და იპოვეს ეს ვარჯიში. აი რაღაცა ყველაფერს ერთად მოვედე, მაგრამ ეხლა მივხვდით ჩემი კითხვა მთავარი რა არის. კი, მაგას აუბრუნებ, რომ აშლილობის დროს ვარჯიში ძალიან ხშირად დაკავშირებულია ანუ დასჯასთან არის ეს დაკავშირებული და ეგეც არ არის მთლად ჯამრთელი, ანუ ვარჯიში დასჯა არ უნდა იყოს. რა აი რაღაცა ბევრი ვიკვება და მე წავედი და არის ხშირად. გადავიჭრი 1-2 მატრახი და ვიგვემი, არა ვარჯიში ესეთი სასწაული პროცესია, როგორც თქვი, ხო? აი რაღაც ბედნიერების მომანიჭებელია, იმიტომ რომ მაგასაც თავისი ახსნა აქვს ფიზიოლოგიურად, ანუ ვარჯიშის დროს ტვინში შეიძლება დროს არა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ვარჯიშის დროს და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ჯამში სადღაც 5 ძირითადი ნეიროტრანსმიტერი გამოიყოფა. ნეიროტრანსმიტერი ბედნიერების ჰორმონებს რასაც ვეძახით ჩვენ, ხო? ეს არის დოპამინი, სეროტონინი, ენდორფინი, ღმერთო. ეს არის სამი ძირითადი, რასაც ვიცნობთ, არის BDNF და კიდე არის ნეიროპოპრინი. ვერაზურვა ამ სიტყვას, მაგრამ ეს 5 ჰორმონია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. დოპამინი არის ზუსტად ის რაღაცა мотиваციის შეგრძნება, რომელიც რაღაცა გავაკეთე, ან რაღაცა იმ თების გადადგმის შეგრძნება რო გქონდეს, აი რომ დაამთავრებ აი ამ სეტს და ეს თუ დაამთავრე, ანუ თას და გადადგავ, აი შენ წინ რო არაფერი არ არის, ისეთ რაც გაუკეთებელი არის. დოპამინი გაძლევს ზუსტად აი მაგ შეგრძნებას. ნუ იქ სეროტონინი არის ჩვენი ხასიათის და რაღაცა ხასიათის ბუსტერი და რა თქმა უნდა, ენდორფინიც ესეც ერთ-ერთი ბედნიერების ჰორმონი არის, რომელიც აი სეროტონინი სხვადასხვა ვარჯიშის შემდეგ გამოიყოფა. ვარჯიშის შემდეგ დღის განმავლობაში და დანარჩენი ის ჰორმონებიც. ასე რომ ის BDNF-ი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს ტვინს ზრდის ძლიერად, ანუ გამძლე ადამიანები რო არიან, ხო? ზუსტად სტრეს გამძლე ადამიანი არ არსებობს მოვარჯიშე, რომელსაც არ გამოუმუშავდეს უფრო მეტი რეზისტენტობა სტრესის მიმართ, ვიდრე ქონდა მანამდე. აი ეს არის ზუსტად აი ამ BDNF-ის გამოყოფის მიზანი. ასევე მოვარჯიშეს არ არსებობს, რომ არ გაუმჯობესდეს ფოკუსი და როგორ თქვა, კონცენტრაცია, ხო? ფოკუსი და კონცენტრაცია, რომელიც არის ეს მე რო ვერ ვამბობ იმ სიტყვას ენოპოპრინი. ხო, არა ნეიროპოფრინ. დავაწეროთ აქ, ხო შეიძლება ამოვიგეს აქ რაღაცა. მე და სიტყვების დამახსოვრება.
და მოკლედ ანუ ეს ხო რაღაცა ჯაჭვური ეს არის რა. კი. ჯაჭვური ამბავი არის, ეს მენტალური ჯანმრთელობა და ვარჯიში ჩემი აზრით. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჰაიპია, ჩემი აზრით ვარჯიში, რაც დღესდღეობით სოციუმში ესე ძალიან აქტიურად ტრიალებს. ხშირად უჩნდებათ ხოლმე ამ საკვების მოყვარულ ადამიანებს რაღაცა პროტესტი, რომ ეხა როგორ ამოვარდა ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელი საკვები და ბევრი რაღაცა დიეტებია ხო, ბალანსი იგივე და სხვა ხო, ვინც აი თავის ამ რაღაც კვების რაციონს თვის მანძილზე და თვის ჭრილში მასშუება ყიდის ასე რომ ვთქვათ და ეს რაღაც ძალიან რადიკალიზმი რომ ყველაფერი ჯანსაღი და ყველაფერი ჯანმრთელი თქვენი აზრით ტრენდი არის თუ ხანგრძლივდება და გაგრძელდება. იმიტომ რომ ეხა ძალიან აქტიურად არის. ჯანსაღი, ხო. აი არ ვიცი, იმედია ტრენდი არ არის და იმედია გააზრებული არის ეს ყველაფერი. იმიტომ რომ იდეაში ჩვენი ინტერესი არ უნდა იყოს, რაც უფრო ჯანსაღად მივიღებთ საკვებს და ჯანსაღ ნივთიერებებს ჩაუშვებთ და ფუნქციო აი ხო ძალიან გადაობა ეს ფხვნილებს და იმებს რო ყიდიან ხოლმე ფუნქციურ საკვებს ეძახიან თავიანთ აი ამ ფხვნილებს და აი ფხვნილს რომ მიიღო ანუ ბუნებრივი საკვები არის ფუნქციური თუ სწორად ვიღებთ ამ ყველაფერს და ბალანსირებულად არის ჩვენს ცხოვრებაში მაკროელემენტები და ჩვენი ინტერესი ზუსტად უნდა იყოს აი რაც შეიძლება მრავალფეროვანი ვიტამინების და მინერალების მიღება და რაც შეეხება ესე ძალიან ჯანსაღს მან ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ჯერში ძალიან ბევრი ახალი მიმართულებები ტესტება თუნდაც კულინარიაში და რა ვიცი, ადამიანი არ უნდა იყო, რომ გაუძლო ახლა ამ ცდუნებებს და ყოველთვის მე იმის მომხრე ვარ, რომ იყოს ის რაღაცა 20% შენ ცხოვრებაში, კვირის განმავლობაში, თვის განმავლობაში არეული, რასაც შენ თვალს გულს და აი რაღაცა შენს ჩიტინგს რო ეძახიან თუნდაც იმ შენ რაღაცა ცნობის მოყარე კუჭის ნაწილს რო გაუხარდება, მაგრამ დანარჩენი 80% იყოს ძირითადად ჯანსაღი და სახლში დამზადებული. ყველაფერი სახლში დამზადებული არის ჯანსაღი, მაგრამ ნუ ისიც მესმის ახლა როდესაც დრო არ გაქვს და ის გეუბნება რომ აი ზუსტად შენი პორცია არის ეს რატომაც არა თუ გაქვს მაგის საშუალება რატომაც არა უბრალოდ ერთი ადამიანისთვის იმდენად ეგოისტურია რომ რაღაცა სუპერ ჯანსაღი იყო ოჯახში თუ ბევრი ადამიანია და ყოველს ჯანსაღად უნდა ყოფნა რა პონტია მაშინ ხო ანუ დღის განმავლობაში ძალიან უბრალოდ თვის ჭრილში ძალიან დიდი თანხა გამოდის რომ შენ გარე აი ესეთი ჯანსაღი პორცია გამოყოფილი მთელ ოჯახს აჭამო თუ მაგის საშუალებაც არის რატომაც არა ხო აი მაგის თქმა მინდოდა რომ ზოგადად ჯანსაღი კვება ძალიან ძვირია ობიექტურად არ არის ძალიან ძვირი სახლში თუ აკეთებ ალბათ ხო მაგრამ აი ეგ არის დროის პრობლემა ხო აი დროის პრობლემა ძალიან იცი რა ძალიან ბევრი მარტივი რაღაც არის რაც შეგიძლია არ არის აუცილებელი ხა ჯანსაღი კვება ორაგულებს და ავოკადოებს არ გულისხმობს ორაგული და ავოკადო საერთოდ ხა შემოვიდა საქართველოში ხო მანამდე კალმახი იყო ჩვენი და ცხიმიან თევზებში ლოქო იყო ხო აი რა ვიცი რატო გადავეიც ყველანი ხა იმაზე ავოკადოზე და რა ქვია სალმონს სწორი მიდგომა კი ორაგულზე ძალიან ბევრი საშუალება არის რომ სახში დამზადდეს საკვები ნუ ის ცალკე მომენტია რომ რა თქმა უნდა ისედაც პროდუქტები ძალიან გაძვირდა და ხორციც ძალიან გაძვირებულია და ხელმისაწვდომობა ნელ-ნელა იკლებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ აი ესე რომ ავიყვანოთ ჯანსაღი კვება რომ ძალიან ძვირია Greek yogurt ხო გრიკი საქართველოს გრიკი გრიკი ბერძნული არის ბერძნული იოგურტზე გადასული ხო წეხან მასე მინდა და დამემატებინა მენტალურ ჯანმრთელობას რაც შეეხება აი ორი მიმართულება ნუ ხმე ძალიან ფსიქოლოგიაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ მე როგორც ვიცი ეს ორი ძირითადად ორი მიმართულება რომ გამოყოთ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა ხო შფოთვით აშლილობას ან შიშებს ან აი რაღაცა პანიკურ შეტევებს ძალიან შველის ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. იმიტომ რომ აი ზუსტად როგორც გითხარით ეს დოპამინის გამოყოფა ის რაღაცა მე დავამარცხე რაღაცა და აი ეს თუ შევძელი სხვა რაღაცასაც შევძლებ ხო? აი ამ ეს შიშები ეს სხვა რაღაცაზე ფოკუსირდება უკვე ადამიანი და აი ესენი ფაქტიურად ძალიან იკლებს აი ამ შემთხვევაში. დეპრესიის შემთხვევაში მანდ უფრო სხვა რაღაცა არის, უბრალოდ დეპრესიის შემთხვევაში
აქამდე ვერ მიდის ადამიანი. მოსვლა არის ძალიან რთული, ამიტომ ჩართულობა ორივე შემთხვევაში პროფესიონალის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩართულობა დაუშვათ იქ შეიძლება მედიკამენტოზური, არ ვიცი, ალბათ რომ ოდნავ გუნება განწყობილება რომ წამოიღოს, რომ იქამდე მივიდეს, რა თქმა უნდა, დეპრესიული ადამიანისთვისაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ გამოყოფს, როგორც თქვით, აი ესეთ 5 უძლიერეს ჰორმონს ტვინის ჯანმრთელობისთვის. და აი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხო, ახლა რამდენი ადამიანი 45,000-ზე მეტ გოგონას გაუვლია ჩვენი მარათონი და აი ძალიან ბევრი ისტორიები ვიცით რა და აი პანიკური შიშები ეს რაღაცა ეს უცაბედი ფოთოები და რაღაცები აი ამ მიმართულებისთვის ფანტასტიკური არის ვარჯიში და ძალიან ბევრს მოუწერია რომ სად გაქ რა არ ვიცით ესე კარგად არასდროს არ ყოფილვარ და აი მართლა ძალიან ბევრი რეალური ისტორიები გვაქვს ჩვენ ამაზე ასევე ძალიან რთული არის ჩემი აზრით ზუსტად იმ ადამიანებისთვის უნდათ ფორმაში ჩადგომა ვარჯიშის დაწყება რაღაცა თუნდაც ის წონის კლება ანუ ცოტა ისე ვაპელირებთ რომ თითქოს წონის კლება ცუდი არა თუ შენ კომფორტულად არ გრძნობ შენ თავთან თავს რა პრობლემაა ხო შეიძლება შენი მიზანის და მოტივაციაც ეგ იყოს მათთვის ძალიან რთულია ეს Instagram სხეულები რაც მოფენილია ყველას უდევს რაღაც თავის პრესის ფოტოები რაღაც ანუ კიდევ უფრო მეტად თითქოს გრგუნავს ეს და რამდენად რეალურია ჯერ ერთი მგონია რომ არ არის რეალური 99%-ში ხო? 24-7-ზე მთელი წლის განმავლობაში ქალმა შეინარჩუნოს 6 pack ეს და კუბიკი 6 ხო? ხო 6 ან 8 რა ვიცი ზოგს 8 და 9 აქვს იმდენად მათ აქვს ხოლმე ძალიან რთული არის ძალიან რთულია გააჩნია როგორი აგებულება გვაქვს ხა ჩვენ თუ ცხიმს რთულად ვიკავებთ ხო აი ხო არიან მაღალი თხელი სხეულები რომლებიც პირიქით მომატების პრობლემა აქვს აი ეგეთმა ტიპებმა ვარჯიში რო დაიწყონ და აი კუნთის ზრდაზე ანუ ჰიპერტროფიაზე იმუშაონ ხო ეგ მაგათვის ძალიან მარტივი იქნება თუნდაც გოგოსთვის შეინარჩუნოს მთელი წლის განმავლობაში რელიეფური მუცლის კუნთები ადამიანი რომელსაც აი ჩვეულებრივად ხდება კიდევაც ანუ თუ ვერ აკონტროლა იმატებს ცხიმს თუ აკონტროლა ჩვეულებრივ წონაზე არის თუ აქტიური არის და თუ პასიურია იმატ ანუ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ვინც ვაგროვებს ცხიმს ხო აი წარმოუდგენელი არის რომ მთელი წლის განმავლობაში იყო აი ეგეთ გამომშრალ დონეზე აქ კიდე მე შემოდის მეორე ფაქტორი ასაკი როდესაც გემატება 35-ის მერე ნუ კიდევ უფრო რთულდება და 40-ის მერე შანსი არ არის რომ ეს იყოს ბუნებრივი აი შანსი ან იქ არის დამატებული ახლა ახალი წამოსულები არის ეს პეპტიდები რომელიც ძალიან ჯერ გამოუკლებელი არის ჯერ არ არის ლიცენზირებული თუმცა იტესტება ბოდიბილდერებში და ჰოლივუდის ვარსკვლავებში და ნუ ფაქტია რომ მუშაობს, იმიტომ რომ ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავი კუბიკით დაიარება 60 წლის ასაკში და 50 წლის ზემოთ და ანუ ან არის ესეთი მსგავსი ჩარევა, ნუ ან არის რაღაცა ესეთ დანამატების დონეზე ჩარევა, ან არის ლიპოსაქცია. ყველა ამბობს სხვათა შორის მაგას, რომ აი რაღაცნაირად ეს მუცლის ცხიმის კლება ყველაზე რთული პროცესია მთელ ამ ვარჯიშის და თუნდაც იმ წონის კლების ამბავში. იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ადიპოზური ჯირკვალი, რომელიც ცხიმს აგროვებს, არის მუცლის გარშემო. და ამასაც თავისი ახსნა აქვს, ხო? ანუ ეს საჭირო არის ორგანიზმისთვის, რომ იქ დააგროვოს ენერგია და მან ხდება ყველანაირი ან უფრო მეტი ცხიმოვანი უჯრედი ჩვენ მანდ გვაქვს. შესაბამისად, ყველაზე რთული მაგიტომ არის მუცლის პრესის აი ეს მთელი წლის განმავლობაში მათ ყოფნა რა ქონა უფრო სწორად. ასევე კიდე ერთი ძალიან ესეთი ბუმი, რაც არის და ხდება დღემდე და არა მხოლოდ საქართველოში, აი რაც ახსენეთ ზუსტად ჰოლივუდის ვარსკვლავში, ყველა აწერს ვარჯიშს ამ თავის ფორმაში ჩადგომას და სინამდვილეში იყენებენ მუნჯარო, ოზემპიკი და ასე შემდეგ. აი ამაზე რა შეგვიძლია რა ვთქვა, საქართველოში ძალიან ბევრი იყენებს უკვე მე როგორც ვიცი ამ პრეპარატებს. ამით ხდებიან და მე ყველაზე ცუდი ის არის რომ არ ამბობენ რომ ამით ხდებიან, ანუ ამბობენ ძალიან უსამართლოა. აი ეგ არის ზუსტად ყველაზე უსამართლო ჩემი აზრითაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მართლა ძალიან ცდილობს რომ ფორმაში ჩადგეს ყველანაირი დანამატის გარეშე. კი, ნამდვილად, ძალიან უსამართლო არის, იმიტომ რომ ახლა მე მართლა ვცდილობ სახეზე ვიხევით. ხო, მეც მტრკუნავს. განამარტო, იმიტომ რომ ახლა მეც რომ ვუყურებ დავუშვათ ჩემი ასაკის იქ სხვა ფიტნეს ტრენერებს, ხო? და ნუ რაღაცა იმაში არიან გაფრენილები თავიანთი კუნთოვანი და მე მართლა ვიხევი.
და ძალიან მიჭირს აი კუნთოვანი მასე ჯერ ერთი რა თქმა უნდა ყველა ჰორმონალური სისტემა სხვადასხვანაირად გვეპასუხება და ყველა ესტროგენ სხვადასხვანაირად კარგავთ და სხვანაირად ასე ვთქვათ ვინარჩუნებთ 40 წლის მერე ხო ძალიან ინდივიდუალური არის მაგრამ მე როდესაც ვიღებ რომ იქ რაღაცა სხვა დანამატი არის იქ რაღაცა სხვა ის არის შემოსული მე რიცი რომ მშვიდდები მაგრამ მე სამს მასას ვერ გააგებინებ ხო იმიტომ რომ მე როცა ინფლუენსერი ვარ და არ ვამბობ რეალურად ჩემს ცხოვრებაში რა დანამატით ვინარჩუნებ ამ ყველაფერს ხო თან მე არ ვინარჩუნებ ყველას მეუბნები რომ გავღიპიანდი ხალხო იმიტომ რომ რაც მადრიდში გადავედი დავუშვათ უფრო პასიური ცხოვრება მაქვს იმასთან შედარებით რაც საქართველოში მქონდა ეს პირველი წელი რა თქმა უნდა გააშევცვალო და ანუ სექტემბრიდან უფრო სხვა მიდგომა მექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი წელი სანამ ადაპტაცია, სანამ საბუთების და სანამ სახლის სანამ ბავშვი აზე მოვედი რა ხდება ჩემსას, ანუ შესაბამისად უფრო მეტი პასიურობა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე აქამდე ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვარჯიშობ, მიუხედავად იმისა. ანუ მაგას ვამბობ, რომ ის 1 საათი ვარჯიშიც არ არის საკმარისი თუ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში პასიურად ვართ და ანუ არასავარჯიშო აქტივობები გვაქვს ძალიან ცოტა, ანუ იქ ფეხიციარული გვაქვს ცოტა, გადაადგილება გვაქვს ცოტა, ხელსაქმეა ცოტა და ასე შემდეგ. და როდესაც ეს რაღაცა ხდება, აი ხო გეუბნებით 40 წლის მერე, აი ეგეთი რელიეფური კიდევ ისევ და ისევ გენეტიკას ალბათ გააჩნია, ხო? და ასე წონებით ვარჯიშის სიმძაფრეს, მაგრამ ოშხაში 40-ის მერე, 35 წლის მერე ურთულესი არის მაგის გარეშე შენარჩუნება. სხვა შორის ერთი ავსტრალიელი მოდელი არის, ძალიან მიყვარს ეს გოგო, აი რაღაცა არამქვეყნიურად ლამაზი არის მართლა, ეს მაღალი, ტანადი და ის ყოველთვის დგას და იძახის რითი ინარჩუნებს მიუხედავად იმისა რომ არის 25 წლის თუ 23 აი რაღაცა ესე 20-ში ტრიალებს ანუ მისი ჰორმონალური სისტემა არის პიკში რომ ყველაფერს მიაღწიოს ვარჯიში ტყვებით და ასე შემდეგ მაგრამ ვის აქვს ვარჯიში და ტყვების ნერვები ხო ამდენი არც დრო და ასე შემდეგ ანუ ლიპოსაქცია და იძახის რომ ანუ ეს არის ფასიანი ხალხო ამას უფასოდ ვერ დაიყენებთ ან ლიპოსაქცია აქვს გაკეთებული, რომელსაც ინარჩუნებს. აქ არასწორად ან ლიპოსაქციის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ლიპოსაქცია არ უნდა იყოს ერთი გამოსავალი, იმიტომ რომ ლიპოსაქციასაც შენარჩუნება ჭირდება. რა თქმა უნდა. თუ შენ ახლა გააგრძელე იგივე კვება, ყველაფერი იგივე უმოძრაოდ იყავი, რა თქმა უნდა დაბრუნდება. კი, ოდი კარჩარჯდება, სხვაგან წავა. იმიტომ რომ ლიპოსაქციისას უკვე ცხიმოვანი ისინი ბმები და უჯრედები უკვე მე როგორც ვიცი ყოველ შემთხვევაში დამუშავებულია და შემცირებული არის, სხვაგან წავა. ლიპოსაქცია გაკეთებული რეტას იყენებს რეტატროიდის ახალი ეს არის პეპტიდი არის რომელიც ეს აპეტიტის მაკონტროლებელი არის მაგრამ ჯერ არის მხოლოდ ვირთხებზე ეს ყველაფერი გატესტილი და კლინიკური კვლევები საერთოდ არ არსებობს ამისი მაგრამ უკვე იტესტება ადამიანებში აი ესეთ ინფლუენსერებში ჰოლივუდის ვარსკვლავებში და ბოდიბილდერებში იყენებს რეტას და კიდევ იყენებს რაღაცა იმას სხვა პეპტიდიადი რომელიც ზაგარს უმატებს ბუნებრივად მის გარეშე, მზის გარეშე, ანუ პიგმენტაციას ცვლის. და ეს გოგო იძახის, რომ არ ვიცი რომელიდანო, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ვარიანტში რაღაცა უკუ ეფექტი აქვსო, იმიტომ რომ ჭირდება თერაპიებზე სიარული ამ პეპტიდების მიღების შემდეგ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ინფლუენსერი და თავის გამოცდილებას ყვება. თავის გამოცდილებას ყვება, ახლა ეს რა თქმა უნდა გამოსაძიებელი არის, იმიტომ რომ ანუ არ არის კვლევები დადებული ბოლომდე ამ პეპტიდებზე და შესაბამისად ბოლომდე არ ვიცით რას როგორ მოქმედებს. ანუ ეს გოგოც იზახდა რეტა იმდენად არა რამდენადაც ეს ზაგრის მიმღები პეპტიდი შეიძლება მოქმედებდეს, იმიტომ რომ ფაქტია რომ რაღაცა მენტალურად რაღაცა სისტემა არია. ხო, არა, ძალიან საინტერესოა ნამდვილად ეგ და როგორ ენდობიან ამ თავისი ვიზუალის გამო, თუნდაც ამ ყველაფერს ოღონდ ვერ გავსჯით, იმიტომ რომ მათი სხეული არის მათი ბიზნესის ნაწილი. კი ბატონო. ანუ რაღაცა მომენტში მეც ვუშვებ, რომ მე შეიძლება რაღაცა დამჭირდეს ჩარევა. იმიტომ რომ სამწუხაროდ, ხო? ანუ მე მართლა ძალიან, აი გული მეწובה, რომ ესე არის, იმიტომ რომ მართლა არ მინდა რომ რაიმე ჩარევა დავმართო და მინდა რომ რაღაცა ბუნებრივად იყოს ეს ყველაფერი რა, თუნდაც იმ ცხიმის ჩაჯდომა და იქ რაღაცა ჩემშვილი გიჟდება მაგალითად ჩემს პატრიგი ბუჭადი მამიღოთ ბუჭელა რაღაცა იმაზე ძაღი და ეფერება ყოველდღე. აი ძალიან გული მეწובה, მაგრამ სამწუხაროდ ხო ძალიან ბევრჯერ დავშოთ ჩაუგდიათ ჩემს გამომწერებს რაღაცა პატარა სკრინები და იქ რაღაც ტრენერებს რო ადარებენ და ჩემზეც მოქმედებს ეს. იმიტომ რომ ხო ანუ აი რაღაცა იქ ჩერი ცხიმიანია და რაღაცა უფრო მეტი ცხიმი აქვს და იმისი ეს მომწონს და იმიტომ ხო და ჩემი პროგრამები იმიტომ არ აირჩევა რომ დავშოთ მე უფრო მეტი ცხიმი მაქვს ხელზე ვიდრე სხვა ტრენერს ვისაც ცხიმი არ აქვს. ანუ ეხლა
ამაში მე ნამდვილად არ მეპარება ჩემს მაშინ პროგრამებში ეჭვი, იმიტომ რომ მართლა იმდენ ადამიანს გაუვლია და მართლა იმდენ ადამიანს დამხმარები ვარ და მართლა ისეთი ჭკვიანურად არის აწყობილი, რომ ერთი წამით მე ჩემი მასში ეჭვი არ შემაქვს, ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმში, მაგრამ რაღაცა სადღაცას მოქმედებს. რა თქმა უნდა, იმოქმედებს განრიცხული. ყველა ადამიანი თუ ეს ბიზნესი აისახა და მართლა ხალხი არ მოვიდა ბოლოს რომ იმიტომ რომ 45 წლის ვარ უკვე ხო ოქტომბერში გავხდები 45-ის რაღაცას ალბათ მეც დამჭირდება ჩარევა ხო ანუ ყველა ზარა აქ იმისი ნერვი და დრო რომ დაждდეს ჩემს ფიძე და ჩემს ინტელექტუალურ მას შეხედოს მხარეს და ხო აი ეს რაღაც შინაგანი თავისუფლება თუნდაც რაც გაქვთ ჩემი აზრით თქვენ ყველა პროგრამაში აისახება ასე რომ მაგის ჩემი აზრით ეგ საფრთხე თქვენ არ გემუქრება არა ხო უბრალოდ არ განჯის ამბავშიც ძალიან რთულია თქო რა იმიტომ რომ მათი სხეული არის ეს მათი ბიზნესის ნაწილი და შემოსავლის წყარო ეხლა თუდად არა რაც რეალურად ეხლა არ ვიცით მართლა საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს ეხლა მუნჯაროზე და ოზემპიკზე ვამბობ მაგრამ ფაქტია რომ ვიზუალური შედეგი აქვს ვიზუალური შედეგი იქნება, იმიტომ რომ აპეტიტს გიკონტროლებს, ანუ მადას გიქვეითებს. ანუ ის რაც ჩვენთვის ყველაზე რთულია, აი ხა ზუსტად მაგათი ყველაზე უძლიერესი მაჩვენებელი არის, რომ აი ეს კვების ზმუილი და ხმაური ჩაგიქროს რა, რომ აი ხა რა ვჭამო მეხებში აი ხა ის და ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ ხდება, რომ ბალანსირებულად კვება არ მიდის. მე თუ არეულად ვჭამ და ცილა არ არის ჩემს საკვებში, შიმშილი ყოველთვის ხშირი არის, ყოველთვის და craving მით უმეტეს ეს PMS-ის დროს ძალიან ხმაურიანი არის რა. განსაკუთრებით ახლა მე რასაც დავაკვირდი ჩემშიც ძალიან იმატა აი ამ ზუსტად აი ამ ზმუილმა და ხმაურმა რაც როგორც გითხარით რომ გადავედი მადრიდში ეს ყოველდღიურად იქ დარბაზში არ მიდია რაღაც აი ესეთი ბევრი საქმე არა მაქვს როგორც საქართველოში უფრო მოიმატა კვების ხმაურმა იმიტომ რომ რა გავაკეთო ხო და ამიტომ ეგ არის რომ საქმე გავიჩინოთ ხო და ცილა მივიღოთ იმიტომ რომ მონჯარო და ოზემპიკი არა ბედნიერება ნამდვილად ანუ თუ ჩვენ ვიძახით რომ ჯანსაღი კვება ძვირია ის უფრო ძვირია იმიტომ რომ თუ იქ მაქვს იმის საშუალება რომ 2000 და მეტი მარტო ერთ პრეპარატში გადავიხადო რომელიც არ ვიცი ერთ თვეში მეყოფა თუ არა ეგეც არ ვიცი რა დოზებზე მე მართლა არ ვიცი საუბარი მაგრამ დავამატებ მაგას აგერ ჯანსაღკვებაზე ცილას დავიმატებ ყოველდღიურად და ხორცს შევჭამ ყოველდღიურად როდესაც ოჯახში არ არის ხორცის საშუალება ყოველდღიურად და მარტო მე კი არ შევჭამ ოჯახის სხვა წევრსაც გავუნაწილებ ნამდვილად თან პლუს ამას არის ავტომატური რეკლამა აკეთდება რომ მარტო არა აი საუცილებლად ვარჯიშთან ერთად უნდა იყოს შეკავშირებული ოზემპიკი მონჯარო და ვარჯიში აუცილებლად იმიტომ რომ მადას რო გიქვეითებს გამოდის რომ საკვებს ვერ იღებ ხო შესაბამისად იქ ცილას ვინ აკონტროლებს ხომ იმედია ვინც ამ პრეპარატებს იღებენ ეხლა ზუსტად მაგაზე გქონდა ჩვენ მეც პოდკასტი რომ ცილა აუცილებელი კომპონენტია ცილა და ვარჯიში იმიტომ რომ როდესაც ვარჯიშის გარეშე წონას იკლებ ყველა კვლევები დადგენილია რომ 25-დან 30%-მდე კუნთოვანი მასა მიდის განსაკუთრებით ქალისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის კუნთოვანი მასის არ დაკარგვა იმიტომ რომ მე იქ მიდის საუბარი ძვლის გამოფიტვაზე და მენოპაუზას ხვდები ნაკლები კუნთოვანი მასით ნაკლები კუნთოვანი მასა ნიშნავს რომ მენოპაუზის დროს დაკარგული ესტროგენი რომელიც ისედაც გეუბნება რომ ძვლის ძვალი გამოფიტე კუნთი აღარ გაქვს რომ შეინარჩუნო ის ძვალი და პირიქით სიმკვრივე არ დაკარგო ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგათთან ერთად ვარჯიში ძალისმიერი ვარჯიში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ცილის მიღება ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოდკასტი იყო რაც გქონია აქამდე, იმიტომ რომ მართლა რაღაც თქვენ თვითონ ხართ ძალიან თავისუფალი რესპონდენტი და ეს კითხვები მეც მართლა გულწრფელად რაც მაწუხებ და რაც ჩემი აზრით მთელ საზოგადოებას აწუხებს, ვინც ამ მიმართულებით ავითარებს ასე რომ ვთქვათ თავის თავს, ყველას თითქმის მე მგონი გავეცით პასუხი. ერთადერთი კითხვა მაქვს ბოლო რაც იქნება, როგორ მოვიპოვოთ мотиваცია იმისთვის, რომ მუდმივად ვივარჯიშოთ. ძალიან მიყვარს ეგ კითხვა. სინამდვილეში არ მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან არასწორი მიდგომა არის ვარჯიშის ჯანსაღა ცხოვრების мотиваციასთან დაკავშირებული. ანუ სულ სხვა რაღაცა არის. აბსოლუტურად ახლა როგორ უნდა, აი არ ვიცი რა მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ мотиваცია ამასთან არაფერში არ არის. როგორც ჩვენ ანუ კბილის გამოხეხა უკვე იმდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მაგრამ სამსახურში ჩვენ ხო არ გვაქვს ყოველდღე мотиваცია, მეტიც ვერ ვიტანთ ხანდახან მისხლს, მაგრამ ის ხელფასი გვიხარია, ხო, როცა ჩაირიცხება. კი შეიძლება მეორე დღეს აღარ არის, მაგრამ იმ წუთას ხო ცოტა ხანი გვიხარია, როცა ჩაირიცხება. ზუსტად იგივე არის, რომ ვარჯიში არ მიხარია არც მე ყოველდღე, მეც მეზარება, მაგრამ ეს არის ჩემი სხეულის ჰიგიენა. ანუ ეს არის ჩემი
ჯანმრთელობის და ჩემი მიზანი რომ აი ამ სიბერეში შემოპარული ბავშვი რომ ყავს, იმას დიდი ხანი უყურო და იმასთან დიდი ხანი ვიყო და იმასთან ერთად გავიზარდო, აი ეგ რო არის ჩემი მიზანი, ამიტომ ვარჯიშობ მე. და ამით ეგ არის ჩემი აი ამ ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზანი. მოტივაცია ვაფშე არ ფშოში არ არის. მოტივაცია იმ დროს შეიძლება რაღაცას უყურო და პატარა ბიძგი მომცე და უფრო ბედნიერი წავიდე ხან კვირაში ერთხელ. მაგრამ მოტივაცია მაინც ემოციაა. ქალებს განსაკუთრებით თვეში 9 პარასკევი გვაქვს და კვირაში 9 პარასკევი და დღეში 9 პარასკევი. იმდენჯერ ვიცვლებით. შესაბამისად ემოციაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული. ემოცია დღეს გვაქვს, ხვალ არ გვაქვს. ამიტომ მაგიტო არის მნიშვნელოვანი რომ ჩვევები გამოვიმუშაოთ, დისციპლინა გამოვიმუშაოთ და ეს მოტივაცია რომ მოვა და წავა, ამაზე აღარ აისახება. იმიტომ რომ ამაზე არ ვიქნები დამოკიდებული და არა რაღაცა სურვილი. და ძალიან ხშირი არის, როდესაც ვარჯიშს იწყებენ, ამ მოტივაციაზე არიან დამოკიდებული. ვარჯიში დაიწყე, всё, ვარჯიში დაიწყე. მოტივაცია რა შუაშია. ის ხანდახან თუ გექნება, კი ბატონო, უფრო კარგად ივარჯიშებ და უფრო რაღაცა ესეთ იქნები. არის ხანდახან დღეები, რომ აი მართლა ქეჩოთი მიმithრევია დარბაზში ჩემი თავი, ანჩური ამომირტყია და აი რომ დამიწყია, მერე მადაჭამაში მოდისო და მერე გავგიჟებულ ვარ. არის დღეები ხანდახან აი ესევე ქეჩოთი მიმithრევია, მაგრამ ორ ვარჯიშზეც ვერ გამიქაჩია, იმიტომ რომ უკვე ფიზიოლოგიურად რაღაცა გადაღლილი ვარ, ახლა ნაფრენი ვარ, ახლა ნასტრესალი ვარ და ვიცი უკვე ჩემს სხეულში რა არის კაპრიზი და რა არის რეალურად ვერ შეძლება. აი ამის ცნობაშიც ვარჯიში გეხმარება, იმიტომ რომ სხეულთან ახლოს რო ხარ, ვარჯიშით უკვე ყველანაირი სიმპტომიზაციის გარჩევა შეგიძლია რა. და შეგიძლია გაარჩიო კაპრიზი რომელია და რეალურად მართლა არ შეგიძლია რომელია. ბატონო, ამიტომ ხანდახან თუ ვერ შევძლებთ, ამაშიც არ არის პრობლემა და საკუთარ თავი არ უნდა დავისტრესოთ, რომ ნამდვილად არ. რაღაცა ეხა ეს პერიოდი გაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ნამდვილად არ, იმიტომ რომ აი ხანდახან დანებდე. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წავედი და წავედი. წავედი, მეორე დღეს მოვედი, გავაგრძელე ვარჯიში. იმ დღეს არ დავსტრესე. მაგიტო რა, როდესაც ფუნდამენტზე მუშაობ, ჩვეების გამომუშავებაზე, ხო? ანუ ვაფშე კიდია რა, ეს მოტივაცია მოვიდა იქ რაღაცა დღეს მართლა ძალიან ცუდად ვარ. ეხლა ერთი კვირა ჩამოვედი, შანსი არ მაქვს, ვერ ვარჯიშობ. ერთ სახში რომ მივალ ხოლმე, რამდენიმე ბუქნს გავაკეთებ, რომ მთელი დღის განმავლობაში რომ ვიჯექი, რაღაცა ავაჩქარო სისხლი. შანსი არ მაქვს, მაგრამ ამისი არ მეშინია, რომ ერთ კვირას ორი თვე გადაებება. მე ვიცი, რომ წავალ და ის ჩემი რეჟიმი იმდენად ძლიერია, რომ გავაგრძელო ისევ დაუბრუნდე ჩემს რუტინას. ბატონო, უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩემი აზრით. თქვენ კი მადლობა რომ უყურებთ ჩვენს პოდკასტს, ვეცდებით კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო სესიები შემოგთავაზოთ.